სიტყვა ერთი მანკიერების შესახებ, რომელიც ყველა თაობას, ყველა დროში ტანჯავს და ძირითადად მამაკაცები არიან ამ სნეულების მატარებლები. ეს არის ლოთობა, თრობა, რომელიც ადამიანის სულს აუძღურებს და შეიძლება ითქვას პირუტყვის მსგავსი ხდება. პავლე მოციქული ამბობს, ნუ დაითვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილძე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არყით უნდა დაითვე. ზოგადად ხაზგასმარი თრობაზე. წმინდა მღვდელმთავარი ბრძანებს, რამდენი ბოროტება შეემთხვევათ ადამიანებს ლოთობისგან, თქმისაც კი მცხვენია. ამიტომ მათ სინდის მივანდობ, რომელმაც ეს უფრო ზუსტად უწყის. რა არის მთვრალზე უფრო სამარცხვინო, რომელიც უაზროდ ტრიალებს, ამ მძიმე მარცხს განიცდის და უგუნურებს მიზეს აძლევს ღვთის საბუძვრები გმო. მართლაც მე მესმის, მრავალნი როგორ ამბობენ, როცა ასეთი უბედურება მოხდება, დაიღუპოს ღვინო. ჰოი რა უგუნურება, ჰოი რა სიგიჟია. იმიტომ რომ სხვები სწოდავენ და შენ ღვთის საბუძვრებს განიკითხავ, განა ღვინომ ქნა ეს ბოროტება ადამიანო. ღვინომ კი არა, არამედ იმათმა თავშეუკავებლობამ, ვინც ღვინით ცუდად სარგებლობენ. ამიტომ თქვი, და ეს სიმთვრალე ნუ იქნება, და ეს სიმაძღრე ნუ იქნებაო. ხოლო თუ კი შენ ამბობ, ღვინო ნუ იქნებაო, მაშინ თანდათან წინ წაიწევ და იტყვი, დაე ნუ იქნება რკინა მკვლელობების გამო, ნუ იქნება ღამე ქურდების მიზეზითო, ნუ იქნება სინათლე ცილის მწამებლების გამო, ნუ იქნება ქალი მრუშობის გამო. ერთი სიტყვით ყველა საგანს გაანადგურებ. ამგვარად ღვინოს კი ნუ განიკითხავ, არამედ სიმთვრალე განიკითხე და ის, ვინც სიკეთით ცუდად ისარგებლა. მას ხიზელს მიუბრუნდი და მისი სამარცხვინო საქციელი აღწერე და უთხარი, ღვინო მოცემულია იმისთვის, რათა ჩვენ მხიარულობდეთ და არა იმისთვის, რომ უწესოდ ვიქცეოდეთ, რათა ვიცინოდეთ და არა იმისათვის, რომ დასაცინები ხდებოდეთ, რათა ჯანსაღები ვიყოთ და არ ბავადმყოფობდეთ, რათა სხეულის უძლურებას წამლობდეთ და არა იმისთვის, რომ სულის ძალას ვანადგურებდეთ. ღმერთმა საბოძვრით პატივი ქცა, მას უზომობით თავს რატომ ირცხვენ. თუ კი წმინდა ტიმოთე, რომელიც სნეულებით იყო შეპყრობილი და გამუდმებით უძლურებას ითმენდა, ღვინოს არ სვამდა, სანამ მასწავლებელმა არ დართო ნება. მაშინ ჩვენ რა გამართლება გვექნება, რომლებიც თვრებით მაშინ, როცა ჯანმრთელები ვართ. იმას პავლე მოციქული ეუბნებოდა, ღვინოიცა მცირედ იხმიე სტომაქისათვის და ზედა ის ზედა უძლურებისა შენისათვის. ხოლო თითოეულ ჩვენგანს ეტყვის, ცოტა ღვინო მიიღე, ცოტა ღვინო, რომ არ იმრუშო, ანუ მრუშობისათვის. შენი გამუდმებული ბილსიტყვაობისა და სხვა ავის სურვილებისთვის, რომლებსაც ჩვეულებრივ სიმთვრალე შობსო. ღვინო მხიარულებისთვის არის. ღვინოი, ნათქვამია ფსალმუნებში, ახარებს გულსა კაცისასა. თქვენ კი მის ამ მშვენიერ თვისებასაც ვუყავთ. მართლაც, რა მხიარულებაა საკუთარ ჭკუაზე არ იყო, 1000 ტკივილი განიცადო. ხედავდე ყველაფერი როგორ ტრიალებს, საშინელი სიბნელით იყო გარემოცული. ციებ ცხელებით სნეულთა მსგავსად თავის ზეთით დასოლება გჭირდებოდეს, დღეებს ღამეებად აქცევდე და ნათელს ბნევად. გახელილი თვალებით ვერ ხედავდე იმასაც კი, რაც ცხვირწინ გაქვს და თავს ამდენი და ასეთი ბოროტება შეამთხვიო. ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრებას ლოთობასა და თავშეუგებლობაში ატარებენ, მართლაც დღე ღამის სიბნელეთ იქცევა. არა იმიტომ, რომ ზექრება, არამედ იმის გამო, რომ მათ სიმთვრალე გონებას უბნებებს.
თვრალი რაც მეტ ღვინოს ისხამს, მით მეტად ფიცხდება წყურვილით და ყოველი ყლუპი წყურვილს ცეცხლს უკიდებს. ბოლოს და ბოლოს სიამოვნება იკარგება, მაშინ როცა წყურვილი დაუცხრომელი რჩება და უკიდურეს სიმთვრალემდე მიყავს ისინი, ვინც მისი ტყვე გახდა. ამიტომ შეიძლება ყველაზე მეტად იმ ადამიანთა უგუნურებამ გაგვაოცოს, რომლებიც თვრებიან და არ სურთ თავი იმ ზომამდე მაინც დაინდონ, რა ზომითაც ხვები ტიკებს ზოგავენ. ღვინის გამყიდველები ტიკებში ზომაზე მეტი ღვინის ჩასხმას არ ანებებენ, რათა ისინი არ დაირღვეს, ხოლო ისინი თავიანთ ბედკრულ მუცელს ასეთ ზრუნვასაც არ აღირსებენ. არამედ მას შემდეგ, რაც ყველაფერს ყურებამდე, ნესტოებამდე და თვით ყელამდე გადაიმსებენ, რითაც დიდად ავიწროვებენ სუნთქვას, იმ ძალას, რომელიც ცოცხალ არსებას მართავს. განა ყელი იმისთვის გაქვს მოცემული, რომ მას მჟავე ღვინითა და სხვა სიდამყლით პირამდე ივსებდე? ამისთვის კი არა, არამედ იმისთვის არსებობს, რათა ღმერთს წმინდა ლოცვებს აღუვლენდე, საღვთო კანონებს კითხულობდე და ახლობლებს სასარგებლო რჩევებს აძლევდე. როგორც წყლით გადავსებული გემი მალე ეშვება და იძირება, ისე ადამიანის, როცა ნაყროვანებასა და ლოთობას ეძლევა, უფსკრულში ვარდება, გონებას ძირავს და შემდეგ წევს, როგორც ცოცხალი მკვდარი. ლოთობა იმდენად დიდი ბოროტებაა, რომ გრძნობის წართმევაც კი შეუძლია და გონიერ ადამიანს, რომელმაც ყველაფერზე, რაც არსებობს, ძალაუფლება მიიღო, აიძულებს უძლური გვამის მსგავსად იწვეს, რადგან შეუმუსრავი საკვრელებით ყავს შემოჭილი. უფრო სწორად კი გვამზე უარესადაც, იმიტომ რომ უკანასკნელს არც სიკეთე შეუძლია და არც ბოროტება, ხოლო ის საყოველთაო დაცინვას იმკის. მართლაც თვალის მეგობრები, რომლებიც მის შერცხვენას საკუთრად თვლიან, თაგილობენ და მის ნაცვლად წითლდებიან, ხოლო მტრებს უხარიათ, დასცინიან და წყევლას უთვლიან. ლამის ასეთ სიტყვებს ეუბნებიან, განა საერთოდ სიცოცხლის ღირსია, განა ჰაერს უნდა ისუნთქავდეს ეს საქონელი, ეს ღორიო. ანდა კიდევ უფრო მძიმე სალანძღავ სიტყვებს წარმოთქვამენ. ამას შეძლებისამებრ გავექცეთ საყვარლებო და შევეცადოთ საჭმელი იმდენი მივიღოთ, რამდენსაც სიამოვნებაც მოაქვს. ნამდვილი სიამოვნება სხეულის გამოკვებაც შეუძლია და მისი ქრისტეს მცნებების შესასრულებლად დამჯერე და მოსახერხებელ იარაღად ქცევაც, რათა ჩვენ ახლანდელი ცხოვრებაც კეთილდღეობით განვლოთ და მომავალ სიკეთეებსაც მივწვდეთ. მადლითა და გასმოყვარებით უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა მამისა და სულისა წმინდისათანა შვენის დიდება, სულფევა და პატივი მასთა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალბათ, როდესაც მეორე დღეს გვეუბნებიან ესა და ეს ჩაიდინეო, როდესაც დავთქვებით ხოლმე, ადამიანს არ უნდა, რომ ეს დღე არსებობდეს. წითლდება, გარეთ გამოსვლა რცხვენია და ფიქრობს, რამე სამარცხვინო ხო არ ჩავიდინე კიდე ისეთი, რაც მე არ მახსოვს და ყველას ეჭვის თვალით უყურებს თვალებში, შესქერის, თუ ვინ რას ეტყვის. საერთოდ შეიძლება ადამიანს შეემთხვეს მსგავსი რამ და დათვრეს. ანუ ვერ შეაფასოს შესაბამისად ღვინის სიძლიერე და ბოლომდე გამოცადოს თავიდან რამოდენიმე ჭიქა და მოეკიდოს, მაგრამ როდესაც ხედავ რომ ეკიდება და კიდევ აგრძელებ სტომაქში ჩასხმას ღვინისას, ეს უკვე არის უგუნურება და უგუნურებაზე უგუნურება და ყველაზე რთული სიმპტომი ადამიანის სულიერი დეგრადირებისათვის არის ის, რომ ადამიანი მიზანმიმართულია თავიდანვე, რომ დათვეს. ანუ თავისი ეს ზომა აწეულია უმაღლეს ნიშნულამდე, სანამ არ გაითიშება იქამდე.
ეს არის ყველაზე დიდი უგუნურება. ამიტომ უნდა გავითავისოთ ის შედეგები, რაც მეორე დღეს, მესამე დღეს დგება ხოლმე ჩვენთვის და ცოდვით დაცემამ გამოცდილება უნდა შევძინოს აუცილებლად. თუ ამას არ აკეთებს, აი გეკითხებით, როდესაც აღსარებაში ვამბობთ ნებისმიერ ცოდვას, ცოდვის აღიარებას. როგორ ფიქრობთ, როდესაც მიზან მიმართულად იგივეს ვაკეთებთ, ანუ ვთვრებით, ძღებით, როგორ ფიქრობთ, სინანული არის ამაში? უჩვენე ღმერთს გამოსწორება, რომელიც არის სინანულის ნაყოფიო, ამბობს იოანე ოქროპირი. ანუ გამოსწორება, ეს არის სინანულის ნაყოფი. და თუ კი მე ვნანობ, მაშინ იგივეს რატომ ვიმეორებ? შეიძლება რაღაცა კიდე ვამბობ მოხდეს არაშეგნებულად, არამედ უმეცრებით. ან გაბრაზებული ხარ, გაიზიანებული ხარ და დალიე ადამიანმა და მოგეკიდა. უფრო მეტად მოქმედებს, ანუ ვერ გააკონტროლე სიტუაცია და ვერ მართე შენი თავი. ეს ყველა შეიძლება დაიმართოს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც ამას მიზან მიმართულად აკეთებს ადამიანი, ამაში რა თქმა უნდა სინანული არ არსებობს. და როგორ ფიქრობთ, ღმერთი თავის სიახლოვეს ესეთ ადამიანს ამყოფებს? აი რომ ავიღოთ ესეთი რამე. არსებობს დედამიწაზე ღმერთის სიყვარული, როგორც მზის სხივი ასხივებს ყველგან. არსებობს ღვთაებრივი მადლი, ანუ სიყვარული, მაგრამ ყველა არ ყოფილა ამის მიმღები. როგორც მზის სხივებს ყველა ვერ იღებს, ზოგიერთი საგანი ნათდება, მაგრამ არ ბრწყინავს, მაგრამ შუშა ბრწყინავს და სარკე თავად მზეხდება. ზოგიერთი საგნები უბრალოდ ნათდებიან და მეტი არაფერი არ არის, ვერ აღწევს შიგნით მზის სხივი, ვერ დაივანებს შიგნით. ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ღვთაებრივ მადლს, აი ეს სიყვარული, დიდი სიყვარული, რომელიც ჩვენს ირგვლივ ტრიალებს, ჩვენში ვერ შემოდის. ამიტომაც ვართ გაყინულები, ამიტომაც ვერ გრძნობთ სიყვარულს. როდესაც აი ამ სხივებს ვერ ღებულობ, რა თქმა უნდა, მოყვასიც არ შეგიყვარდება. იმიტომ რომ მიმღები არ ხარ, წყაროს სათავეს უნდა დაეწაფო და მიმღები უნდა იყო აი ამ ნაკადისა. თუ არ მიიღებ, გამოშრები, გამოიფიტები და საკუთარ თავს თუ ვერ არწყულებ, სხვას როგორ დაარწყულებ, სხვას როგორ მიცემ წყალს, როცა შენ არ აგაქვს. ასე რომ ყველაფრის მიზეზი თურმე ყოფილა ისევ და ისევ ადამიანი. ღმერთი კი არა. ღმერთი ყველას აფრქვევს და ყველას ასხივებს თავის მადლს, მაგრამ ყველა მიმღები არ არის. ჟანგი უნდა განიწმინდოს, რომ მიიღო ენერგია. ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ აი ეს ჟანგი, მცირე ჟანგები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, უპირველეს ყოვლისა ეს არის ამპარტავნება, პატივმოყვარეობა, სიამაყე, აი ამას ადამიანი თუ მოიშორებს, რა თქმა უნდა უკვე იქნება მიმღები მადლისა და თუ დაიწყებს მცნებების შესრულებას. ლოცვაც შეუყვარდება, ლოცვასთან ერთად ღმერთი გიყვარდება და ყოველი კარგი საქმე, ყოველი სიკეთე შენთვის იქნება არსობრივი. ყოველივე სიხარული იქნება. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა დაგლოცოთ.